მოთამაშეობა. ამ დროს ისრაელის ქვეყანა ცალკე სამეფოს აღარ შეადგენდა და ემორჩილებოდა რომის იმპერატორს, ანუ კეისარს. მაშინდელმა კეისარმა გადაწყვიტა შეეწყო რამდენი სული მცხოვრები იყო მის საბრძანებელში. ამისთვის გასცა ბრძანება. ყოველი ჩემი ქვეშევრდომი გამოცხადდეს იმ ქალაქში, რომელსაც ეკუთვნოდნენ მისი წინაპარნი და იქ ჩაეწეროს. იოსები და მარიამი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ, ხოლო ამ მეფის სამშობლო ქალაქი იყო ბეთლემი. ამიტომ იოსები და მარიამი ნაზარეთიდან ბეთლემს უნდა წასულიყვნენ და იქ ჩაწერილიყვნენ. გზაზე შეაგვიანდათ და მხოლოდ ბინდისას მივიდნენ ბეთლემს. ქალაქი მთლად გავსებული დახვდათ მოსული ხალხით და ბინა ვეღარ იშოვეს. ადგნენ ქალაქის განაპირას გავიდნენ და შეეფარნენ გამოქვაბულს, სადაც მწყემსები ზღვარს აბინავებდნენ. სწორედ ამ ღამეს დაუდგა მარიამს დრო მშობიარობისა. შუა ძე შეახვია და ჩააწვინა ბაგაში. ამგვარი სახით აღსრულდა წინასწარ მეტყველის სიტყვა, რომელიც ამბობდა: ქრისტე ბეთლემში დაიბადებაო. ყველაზე ადრე ქრისტეს შობა შეიტყვეს იქაურმა მწყემსებმა. ეს მწყემსები ცხვარს უდგნენ ღამით და აძოვებდნენ ქალაქის ახლოს. უცებ ცაში რაღაცამ გაანათა და მათ ჰაერში დაინახეს ადამიანის მსგავსი ფრთიანი არსება, ბრწყინვალე ანგელოზი. მწყემსები ძლიერ შეშინდნენ. ანგელოზმა მაღლიდან ჩამოსწახა: ნუ გეშინიათ, მე გახარებთ თქვენ დიდ სიხარულს. ეს არის დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი. და აი ამის ნიშანიც. თქვენ იპოვით ახალ შობილს, ჩრებში გახვეულს და ბაგაში მწოლიარეს. რაწამს ეს სიტყვები თქვა ანგელოზმა, მის გვერდით გაჩნდა მთელი გუნდი სხვა ანგელოზებისა და მათ ერთად იწყეს გალობა. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამ გალობით ანგელოზები მაღლა წავიდნენ და ცაში გაუჩინარდნენ. როცა მწყემსები გონზე მოვიდნენ, საჩქაროდ გასწიეს ბეთლემისკენ. იპოვეს გამოქვაბული, შევიდნენ შიგ, ნახეს ბაგაში მწოლიარე პატარა იესო და თაყვანისწეს მას, ვითარცა ღმერთს. შემდეგ იოსები და მარიამი დაბრუნდნენ ნაზარეთში. აქ იესო იზრდებოდა დედმამის მორჩილებაში. ივსებოდა სიბრძნით და მადლი უფლისა იყო მას ზედა. თანაც მამობილს დურგლობაში ეხმარებოდა, რაც მშვენივრად გამოსდიოდა.
იესო ქრისტეს ნათლისღება. იყო კაცი მოვლინებული ღვთისაგან. სახელი მისი იყო იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმევინა ნათლის შესახებ. ხოლო თვით იოანე უკაცრიელ ადგილას ცხოვრობდა და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი. ერთ დღეს იოანე ნათლისმცემელს გამოეცხადა ღმერთი და უბრძანა: ჩადი მდინარე იორდანის ნაპირას, უქადაგე ერს ცოდვათა მონანიება, ნათელი ეცი მას წყლით და მოამზადე მაცხოვრის მისაღებად. იოანე მაშინვე გამოცხადდა იორდანის ნაპირას და იწყო ქადაგება. შეინანიეთ რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. დაიძრა დიდძალი ხალხი იერუსალიმიდან, სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან. მოდიოდნენ იოანესთან, აღიარებდნენ წოდებს და ინათლებოდნენ მის მიერ იორდანეში. ამ დროს ქრისტე 30 წლის შესრულდა. ისიც მივიდა იოანესთან ნათლისღებისათვის. იოანეს არსად ენახა ქრისტე, მაგრამ იცნო კი და უარზე დადგა. მე უნდა ვინათლებოდე შენგან და შენ მოდიხარ მოსანათლავად ჩემთან? ქრისტემ უპასუხა: დამიჯერე, რამე თუ ჩვენ უნდა აღვასრულოთ ყოველივე ის, რაც სიმართლეა, რაც კი წესადაა დადგენილი. მაშინ იოანე დაჰყვა მის ნებას. ჩააყენა იესო იორდანეში და მონათლა. რაცამს იესო წყლიდან ამოვიდა, მაშინვე ზეციდან სული წმინდა გადმოვიდა მასზე მტრედის სახით. და ზეციდანვე მოისმა ხმა მამა ღმერთისა: ესე არის ძე ჩემი საყვარელი. ნათლისღების შემდეგ იესო წავიდა უდაბნოში, სადაც 40 დღე ემზადებოდა მარხვითა და ლოცვით. და ბოლოს გამოვიდა საქვეყნოდ სახარების საქადაგებლად. მაცხოვარმა მალე შეიძინა 12 მოწაფე, რომელთაც უნდა გაევრცელებინათ ქრისტიანობა დედამიწაზე. მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ. იესო ქრისტეს ჯვარცმა. იესო ქრისტე ღმერთად ირწმუნა და მისი მოძღვრება მხოლოდ ზოგიერთმა ისრაელელმა მიიღო. ხალხის უმეტესმა ნაწილმა კი უარყო. ეს უფრო იმიტომ მოხდა, რომ მღვდელთმთავარნი და მწიგნობარნი ემტერებოდნენ მაცხოვარს. იმიტომ რომ ქრისტე
იმათ ცუდსაქციელს ამხელდა და მათ ბრმა მწყემსებს უწოდებდა. მღვდელთ მთავარნი და მწიგნობარნი ხალხს ეუბნებოდნენ: ჩვენ კარგად ვიცით, რომ იესო დურგლის იოსების შვილია, არადა თავს ღმერთის ძეს უწოდებს. ეს ღვთის გმობაა. რომის იმპერატორის მთავარ მართებელთან პილატესთან აბეზღებდნენ იესოს. თავი მეფე დავითის მემკვიდრედ მიაჩნია. უნდა ხალხი ააჯანყოს, იმპერატორის წინააღმდეგ რომაელები გარეკოს და თავი ისრაელთა მეფედ გამოაცხადოსო. ამ დაბეზღებამ გაჭრა. მაშინ მღვდელთ მთავრებმა ქრისტეს დაჭერა გადაწყვიტეს, რათა სამართალში მიეცათ. მაცხოვრის დაჭერა მათ ერთმა მისმა მოწაფემ, იუდამ გაუადვილა. მან გაყიდა თავისი მოძღვარი და ღმერთი 30 ვერცხლად. ასწავლა მისი სამყოფელი. ღამით თავს დაასხა მღვდელთ მთავრები და გუშაგები და დააჭერინა. დღისით დაჭერა ვერ გაბედეს, რადგან ხალხის აჯანყების ეშინოდათ. მისცეს მაცხოვარი სამართალში. განსჯის დროს ქრისტემ თავი ღვთის ძედ აღიარა. მაგრამ ქვეყნის მეფობის სურვილი უარყო. მეუფება ჩემი, არა ამის სოფლის საგანი არს. პილატემ იესოში ვერ დაინახა ვერცერთი დანაშაული და ის გაამართლა. მაგრამ რადგანაც მღვდელთ მთავრებისაგან აღელვებული ხალხი ხმამაღლა და დაჟინებით ითხოვდა იესოს სიკვდილით დასჯას, ამიტომ სულ მოკლე პილატემ მათ უფლება მისცა ეწამებინათ და ჯვარს ეცვათ ქრისტე. თავად გითქვა: უბრალო ვარ მე მაგ მართლის სისხლისგან. ამაზე ხალხმა უპასუხა: სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და ჩვენ შვილთა ზედა. მაცხოვარი წაიყვანეს გოლგოთას მთაზე. აქ სჯიდნენ ყველა დამნაშავეს. აქ აღმართეს დიდი ჯვარი და აიყვანეს ქრისტე და გააკრეს ზედ. როცა ჯვარს აცვალდნენ იესოს, ის კი არ წყევლიდა თავის მწვალებლებს, არამედ უფალს ევედრებოდა: მამაო, მიუტევე მათ, რამე თუ არ იციან რა საიქმან. მასთან ერთად ჯვარს გააკრეს ორი ავასაკი, ერთი ქრისტეს მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. შეუბრალებელი მტერი ჯვარზეც კი არ აძლევდა მაცხოვარს მოსვენებას. ისინი დაცინვით ეძახოდნენ: თუ შენ ხარ ძე ღვთისა, ჩამოდი ჯვრიდან და მაშინ გირწმუნებთ. ერთმა ჯვარცმულმა ავაზაკმა კი დაცინვით უთხრა იესოს: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენ შენი თავი და ჩვენც. სამაგიეროდ მეორე ავაზაკმა უპასუხა თავის ამხანაგს: ღმერთი არ გწამს, რომ მაგას ეუბნები? ჩვენ სამართლიანად ვისჯებით. ეს კი უსამართლოდ. ეს რომ თქვა, სახე იესოსკენ იბრუნა და მოწიწებით უთხრა: მომიხსენე მეუფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. მაცხოვარმა უპასუხა: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან იქნები ცის სასუფეველში. ჯვრის ახლოს იდგა საშინლად მწუხარე ღვთისმშობელი მარიამი და მდუღარეთ სრემს ხვრიდა. მის გვერდით იყო იესოს საყვარელი მოწაფე იოანე. მაცხოვარმა გადმოხედა დედას
იოანეზე ანიშნა და უთხრა, აგერ შვილი შენი. მერე იოანეს ანიშნა მარიამზე და უთხრა, აგერ დედა შენი. სამხრობის დრო იქნებოდა, როდესაც იესომ საშინელი ტაჯვის შემდეგ მიაბარა თავისი ღვთაებრივი სული ფალს. მაშინ მზე დაბნელდა. იერუსალიმის ტაძრის საკურთხევლის ფარდა შუაზე გაიხა და საშინლად იძრა მიწა. ბევრი საფლავიდან ქვა გადაგორდა. ქრისტეს აღდგომა. პარასკევს საღამოს იესოს ცხედარი ჯვრიდან ორმა მისმა საიდუმლო მოწაფემ, იოსებ არიმათიელმა და სვიმონ კანანელმა ჩამოხსნა და მოწიწებით დამარხა ახლო აკლდამაში. მუდალთ მთავრებს ეშინოდათ, ვაი თუ მოციქულებმა მოიპარონ იესოს გვამი და ხალხი დაარწმუნონ, მკვდრეთით აღსდგაო. ამიტომ იესოს აკლდამის შესასვლელთან ლოდი მიაგორეს, ბეჭედი დაადეს და დარაჯები დაუყენეს. იესოს ჯვარცმიდან მესამე დღეს უნდა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ქრისტესი, რომელიც ამბობდა, მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგებიო. კვირას გარიშრაშმა რომ მოატანა, საფლავის დარაჯებმა უცებ მიწისძვრა იგრძნეს. მერე დაინახეს მთიანი სულიერი ანგელოზი, რომელმაც აკლდამიდან ლოდი გადააგორა. და ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. დარაჯებს შიში თავზარი დაეცა და მიწაზე მკვდრებივით დაემხნენ. როცა გონს მოვიდნენ, გაიქცნენ. უთენია საფლავთან მოვიდა მარიამ მაგდალინელიც, იესოს თაყვანის მცემელი და მასზე მკლოვიარე. მან დაინახა, რომ აკლდამიდან ლოდი გადაეგორებინა და საფლავი ცარიელი იყო. საფლავის წინ დაიჩოქა, წარე დატირდა და როდესაც შიგ ჩაიხედა, იხილა ორი თეთრ სამოსიანი ანგელოზი. ანგელოზებმა კითხეს მარიამს, დედაკაცო, რას დირი? ვის ეძებ? მარიამმა მეუღო, წაუღია თუფალი ჩემი და არ ვიცი სად. ამ სიტყვებზე უკან მოიხედა და იქვე მდგარი მშვენიერი გარეგნობის, მეტად ნათელი სახის კაცი დაინახა. ეს იყო თავად იესო, მკვდრეთით აღმდგარი, თუმცა მარიამმა ვერ იცნო. მაშინ მარიამს კითხა იესომ, დედაკაცო, რაც დირი? ვის ეძებ? მარიამს ეგონა მებაღიაო და უთხრა, თუ შენ წაიღე ის, მითხარ, სად დაასვენე და მე წამოვიღებ. მაშინ იესომ დაუძახა უწინდელი ხმით, მარიამ. მარიამმა ხმაზე იმ წამსვე იცნო იესო და შესძახა, მოძღვარო. მერე გაექანა და უნდოდა მუხლებზე მოხვეოდა. მაგრამ მაცხოვარმა უთხრა, ნუ შემეხები მე, რადგან ჯერ არ ავსულ ვარ მამისა თანა. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი, ავალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა თანა. მარიამ მაგდალინელმა საჩქაროდ ახარა იესოს აღდგომა მოწაფეებს და მორწმუნე ქალებს. ყველანი აივსდნენ დიდი სიხარულით. გაექანენ საფლავისკენ და ნახეს ის ცარიელი.
ქრისტეს აღდგომა ირწმუნეს და ადიდებდნენ ღმერთს. იესო 40 დღის განმავლობაში არაერთხელ გამოეცხადა თავის მოწაფეებს. არაერთხელ ჭამა მათთან ერთად პური. აჩვენა ჯვარცმისაგან დარჩენილი თავისი სხეულის წყლულები. და ჰქმნა რამოდენიმე სასწაული მათ წინაშე. ამის გამო მათაც კი სრულიად ირწმუნეს ქრისტეს აღდგომა, რომელთაც ეს უწინ არ სჯეროდათ. ქრისტეს ამაღლება. აღდგომის შემდეგ მაცხოვარი მე-40 დღეს უნდა ამაღლებულიყო ზეცად და გამომშვიდობების წინ მოწაფეები დაარიგა. მომეცა მე ყოველი უფლებად სათაშინა და ქვეყანასა ზედა. წადით ყველანი ქვეყნად, იქადაგეთ სახარება და ნათელი ეძით სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ასწავლეთ ერთა ყოველი მცნება, რომელიც მე თქვენ მოგეცით. ვინც თქვენს ქადაგებას მიიღებს, მირწმუნებს მე, მოინათლება და ჩემს მცნებაზე დივლის, იგი ცხონდება, ხოლო ვინც უარყოფს, წარწმდება. ბოლოს იესომ შეკრიბა მოწაფენი იერუსალიმში და უთხრა: იერუსალიმიდან ფეხს ნუ მოიცვლით, ვიდრე თქვენზე არ გადმოვა სული წმინდა. იოანე წყლითაც სცემდა ნათელს, რამდენიმე დღის შემდეგ კი თქვენ მოინათლებით სულითა წმინდითა. მაშინ თქვენ მოგენიჭებათ განსაკუთრებული ნიჭი სახიერების ქადაგებისა, სხვადასხვა ენის ცოდნა, მოგეცემათ ძალა ავადმყოფთა კურნებისა და სასწაულმოქმედებისა. თქვენ იწყებთ ქადაგებას იერუსალიმში, იუდეასა და სამარიაში და მთელ დედამიწის ზურგზე. მისცა ეს აღთქმა იესომ მოწაფეებს, გაიყვანა იერუსალიმიდან, აიყვანა ზეთისხილის მთაზე. აქ აკურთხა და დალოცა ისინი. ამ კურთხევის დროს ჰაერში მაღლა წავიდა, ამაღლდა ზეცად და დაჯდა ზეციურ ტახტზე, მამისგან მარჯვნივ. განცვიფრებული მოწაფენი მთაზე იდგნენ და კარგახანს იცგირებოდნენ ზეცაში, სადაც მიეფარა მაცხოვარი. ამ დროს გამოეცხადნენ მათ ანგელოზნი და უთხრეს: კაცნო გალილეველნო, რას დგახართ და იცგირებით ძევით? იესო, რომელიც ახლა თქვენგან ამაღლდა, იმ სახითვე მოვა, როგორც იხილეთ ზეცას ამაღლებული. მოწაფეებს გაუხარდათ, დაბრუნდნენ იერუსალიმში, ადიდებდნენ უფალს და ელოდნენ სული წმინდის გარდამოსვლას. მოლოდინი მალე აუსრულდათ. ამაღლების შემდეგ მეათე დღეს ერთ სახლში შეკრებილ მოციქულებზე გარდმოვიდა სული წმინდა ცეცხლის ენების სახით. მოციქულებმა აქამდე ებრაულის მეტი ენა არ იცოდნენ. ახლა გეუცებ, სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ. ამას გარდა აივსნენ სულიერი ძალით, გაძლიერდნენ. მაშინვე იერუსალიმში
ურიასტასა და ახლო-მახლო ადგილებში სახარების გადაგება დაიწყეს. მერე შორეულ ქვეყნებში წავიდნენ. ყველა ხალხს მის ენაზე ასწავლიდნენ და მთელს დედამიწაზე გაავრცელეს სახარების მოძღვრება. ბევრი ტანჯვა გამოიარეს, ბევრი მათგანი სიკვდილითაც დასაჯეს, მაგრამ არაფერს შეუშინდნენ. ხნედ ემსახურებოდნენ თავის წმინდა საქმეს და მრავალი ერი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.